საბჭოთა კავშირში შეუძლებელი იყო მხოლოდ იატაკქვეშა ბიზნესი უნდა გეკეთებინა და ის ცეხავი უნდა ყოფილიყავი, რომელსაც დღეს ცოტა ისე მოიხსენიებთ, ხო? თუმცა იმ პერიოდში ვინც აკეთებდა ბიზნესს, იმას დღეს ვინც ცეხავიქს დაუძახებს, ის არ ვიცი მე რა უნდა უქნა, იმიტომ რომ მართლა გენიოსები იყვნენ, გენიალური ადამიანები იყვნენ, იმიტომ რომ იმ პერიოდში რომ შენ გეკეთებინა ბიზნესი, ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყავი, ძალიან მარიფათიანი უნდა ყოფილიყავი და არსებობდნენ ესეთი ადამიანები, ვინც ახერხებდა იმ პერიოდშიც კი ბიზნესის კეთებას, ზოგს სპეკულანტებს ეძახდნენ, ზოგს იჭერდნენ, ციხეში სვამდნენ ამისთვის, რომ რაღაც კომერციულ საქმიანობას აწარმოებდნენ, მაგრამ იყვნენ ძალიან მართლა ძლიერი და ნიჭიერი ადამიანები, ეს ცეხავიკები. თუმცა, რა თქმა უნდა, შემდეგ წამოვიდა უკვე კასტა, რომელიც შეძდილი იყო სახელმწიფოსთან და უბრალოდ რაღაცა პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ამიტომ წამოვიდა ეს წითელი ცეხავიკები, წითელი დირექტორები, ვინც გადმოიღო ეს რაღაც პრივილეგია